ობიექტივის ტელე და რადიო ეთერში რეგიონული სიახლეების დროა. ეთერშია თოქ-შოუ დედოფლის წყაროს საათი. მე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ საღამო მშვიდობისა. იაპონიის საელჩოს დაფინანსებით დედოფლის წყაროში წითელი ჯვრის მოძრავი სამედიცინო კაბინეტი შეიქმნება. 80 წლის მარტოხელა აშე ქალიფიცხელაურის ცხოვრება ძალზე ავარიულ ალიზის სახლში. ასევე დედოფლის წყაროელმა გინესის რეკორდი მეხუთედ დაამყარა. ჩვენი ექსკლუზიური რეპორტაჟი სოფელ კასრისწყლიდან და დაპირებული ნელი გობეჯიშვილის ახალი რუბრიკა სტუმრად შალვა თეთვაძე. აი ეს გახლავთ ჩვენი გადაცემის თემები და ვიდრე სიუჟეტებზე გადავიდოდეთ, ერთი ინფორმაცია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ორგანიზებით თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა. მრავალათასიანი აქცია სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბა. შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს. როგორც პატრიოტთა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, აქციის მთავარი მიზანი იყო დროულად გაიხსნას ის გაუხსნელი საქმეები, რომელსაც პროკურატურა იძიებს. მისივე თქმით, შეკრებაზე გაჟღერებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მარტიდან პატრიოტთა ალიანსი საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გამართავს. საპროტესტო აქციაზე კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული პატიმრობიდან გათავისუფლებული ემზარ კვიციანიც იმყოფებოდა. მას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. გავრცელებული ინფორმაციით აქციას 25,000-მდე ადამიანი შეუერთდა. ნახოთ კადრები. შექმნას და რას ხედავთ ჩვენ? ადეიშვილი გაუშვეს, სააკაშვილი გაუშვეს, ზოდელავა ქალაქის მთავარი პროკურორი ქუჩაში დადის თავისუფლად. ამ ხალხს ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კონკრეტული დანაშაულებები. მტკიცებულებები არის, ბრალდებები წაუყენეთ, რატომ გაუშვით ეს ხალხი საქართველოდან? ყველა დანაშავე, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული, რაზეც საუბრობდა ბატონი იური ვაზაგაშვილი, სია, რომელიც მან გაასაჯაროვა, ყველა ამ ხალხისგან უნდა გათავისუფლდეს ძალოვანი სტრუქტურები. არც ერთი ზონდერი ძალოვან სტრუქტურაში. ეს არის ჩვენი კიდევ ერთი მოთხოვნა. საზოგადოება დაიწყებს თქვენთან ერთად, ჩვენ დავიწყებთ იმ ზონდერების საჯაროდ მხილებას და სხვადასხვა ტელევიზიების ეთერში ჩვენ ვიღებთ ლექციას რა არის დემოკრატია, რა არის ადამიანის უფლებები. ჩვენ ეს ყველა რაც შეურაცხყოფილი ამ ხალხისგან და ხელისუფლების ვადია ახლა კი დედოფლის წყაროში მიმდინარე ახალი ამბების შესახებ. იაპონიის საელჩოს და დედოფლის წყაროს გამგეობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც იაპონური მხარის დაფინანსებით წითელი ჯვარი მოძრავ სამედიცინო კაბინეტს დედოფლის წყაროში აამოქმედებს. ვნახოთ საინფორმაციო კოლაჟი დედოფლის წყაროდან. 28 იანვარს იაპონიის საელჩოში ხელი მოეწერა გრანტის ხელშეკრულებას საქართველოს წითელ ჯვარსა და იაპონიის საელჩოს შორის, რომლის თანახმადაც იაპონიის მთავრობამ გამოყო 90,000 აშშ დოლარი წითელი ჯვრისთვის გრანტი და აღნიშნული გრანტი მოხმარდება დედოფლის წყაროში მობილური სამედიცინო კაბინეტის შესაქმნელად, რომელიც წითელ ჯვარსა და დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტს შორის დადებული მემორანდუმის თანახმად შეიქმნება. აღნიშნული თანხით 90,000 დოლარი შეიძენს სამედიცინო აპარატურას, მუნიციპალიტეტის მხრიდან მოხდება მედპერსონალის დაფინანსება და დედოფლის წყაროში ექნება მობილური სამედიცინო კაბინეტი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ გავიდნენ ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფლებში და მოსახლეობას ადგილზე მოემსახუროთ და შევთავაზოთ სამედიცინო სერვისი. აქ შედის როგორც ექიმთა კონსულტაცია, ასევე საკმაოდ ძირადღირებული სხვადასხვა ტიპის გამოკვლევები და ვფიქრობ, რომ აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამისაღების ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოს სიღნაღი დედოფლის წყაროს სატყეო უბნის თანამშრომელი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული მის დაქვემდებარებაში არსებული ტყის ტერიტორიიდან ხე-ტყის უკანონო ჭრისა და მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეებისაგან სისტემატიურად ახორციელებდა ქრთამის სახით სხვადასხვა ოდენობის თანხის აღებას. ნივთმტკიცება ფული ფინანსურმა პოლიციამ უკვე ამოიღო. როგორც საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე. საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამისაღების ფაქტზე დაკავებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული მოქალაქეებს უფლებას აძლევდა უკანონოდ მოეჭრათ ხე-ტყე მის დაქვემდებარებაში არსებულ ტყის მონაკვეთზე, ასევე მათ უწევდა მფარველობას, რის სანაცვლოდაც პერიოდულად ის იღებდა მოქალაქეების მხრიდან სხვადასხვა ოდენობის თანხას ქრთამის სახით. აღნიშნულ ფაქტზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლით, რაც გულისხმობს პატიმრობას 6-დან 9 წლამდე ვადით. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ახალი მღვდელმთავარი დიმიტრი კაპანაძე დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებსა და დეპუტატებს შეხვდა. საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ჯავახიშვილმა მეუფეს პატივისცემის ნიშნად დროებით მისი სავარძელი დაუთმო. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მეუფე დიმიტრისაგან საკრებულოს თანამშრომლებმა არაერთ საინტერესო კითხვაზე მიიღეს პასუხი და თავის მხრივ ეპისკოპოსი რაიონის სპეციფიკითაც დაინტერესდა. როგორც საკრებულოში განმარტავენ, შეხვედრა საკრებულოს ინიციატივით შედგა. დაიგეგმა, რომ მისი ყოვლად უსამღვდელოესობა საკრებულოს თანადგომითა და მხარდაჭერით მრევლთან პერმანენტულ შეხვედრებს გამართავს. ეთერშია თოქ-შოუ დედოფლის წყაროს საათი, მე ილია მარტყოფლიშვილი ვარ. დედოფლის წყაროს სოფელ გამარჯვებაში 80 წლის აშექალი ფიცხელაური მძიმე პირობებში ცხოვრობს. ჩვენ დავინტერესდით მისი მდგომარეობით და ახლა ვნახოთ რეპორტაჟი სოფელ გამარჯვებიდან. მარტო ცხოვრო, მარტოი. აი მარტო ელო იტყვიან მარტო ვეშავალ გავალ მარტო თუ შემოვა მეზობელი. ის აი ახლა რომ საავყოფოში ვიყავი, ის პოლისი მქონდა, იქ კი არ დამეხარჯა, მაგრამ ადი ჩადი მანქანას ხო უნდა წამალი ხო მინდოდა. ხო ვალში ჩავარდი და აი ახლა სული გამოიტან იმათა მიცემაი და წავიდა საქმე. გამერგება. მე ახლა რა პრობლემა აქვს ამ სახლს? ადი რა პრობლემა აქვს? ცოტა რომ ვიწაცა ჩალდეს იგივე დამარხული ორ. რა სიტყვით, რა გინდათ რომ გაკეთდეს? აი ხო უყურეთ რა სიტუაციაში ცხოვრობ, რაღაც მოუყვება, მეტი აღარც მე ვიცი. შაოლის არის რომ დავიძინებ რომ დილას გამიღვიძება და მეცემას ავტუ. ო რა სიტუაციაში ცხოვრობ? გეშინიათ ცხოვრება? აბა ბებერს ეშინიან. აი ამათ დილას დავიქეთისა და მაიერ ბალახები. ეს მომი ეხა ფეხი. ახლა რაღაცი ჩავარდი და რავალში ჩავარდი. არ ყოფილი და ის აბა წავიქეთი ქათმებს ყანდა მაშინ მერე კი დავაყიდინე მოვიშურე, აღარაფერ არ გამაჩნია. მე მოგძინე შემოვედეს ახლა მერე მოვიდენა და წამიყვანე ჯერ თითქმის მე ლაგოდეხში უნდა გავხიდე იქიდან მათრიეს იმაში სულავში ვიწევი გამიკეთეს აქ ოპერაცია აქედან კონდო თაბაში არ გაუკეთებოდა. აი პურს ყიდულო მაგალითად ბალღებს ბზავნე მეზობლისებს იმებს მაქვს იმას რომ შეშაყულებით უნდა წერილაპურ ხარ უნდა ჯამ რაც კი მყოფი 210 ლარა მოგ 60 ის არის დახმარება და 150 პენსია მოგ შეშა გაქვს შეშა იგი მოგზა ფული მოტანილი იგი თვალით მოიტანე ის ფარი ახლა იგი მოგდა საფარავ კიდე რაც და მე ხარჯე გული მაწუხე და კარდიოგრამა გადამიღესა და მე არ გამიკეთესო ისა ნარკოზი ვერ გადაიღო გულით რომ და წებს
რაღაცა გააკეთეს, რა ვიცი, თას ის არის. გულითავ ყოფიურ. კიდევ ნეტო გადავშინა და ეკეთა ის ნარკოზი და ვაგონ მაინც დამიდგან ვაგონი. ი ვაგონი ხო აგდერჩება რომ მე მოვკვდები და ვაგონი დამიდგან ეხა და თავშევა ფარა წვიმაში აი ახლა გამახსენდა რომ აღარა მოქვს. აი ეკიდა წყალი აგეიქ ფიდის გრიალი. აი წყალი აი ახლა გამახსენდა თანდათან მახსენდება კაცო. ეხლა მე შემნანდებრო ვერ ხია. Ali, ნახები აი. პატარა წვიმა იყო წინაზე და მეცი შემოვედი მან. გცივად ხოლმე როგორ თბებით? როგორ თბები, გემში თბები და ო, მომბერძდა ვერ თავამიკნე და ვერ ხოხმან ჩამიტანეს. მომბერძდა 80 წელს აიორო. მინდოდა და ვერ მოვიკალი, მე და გობედა კი მაგას აკეთო. ჩვენ დავინტერესდით როგორ ეხმარება სახელმწიფო მარტოხელა მოხუცს, როგორც სოფელ გამარჯვების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გიორგი ჭინჭარაული ამბობს, ის ყველა სახელმწიფო დახმარებით სარგებლობს და ბოლოს მან შეშის დახმარება მიიღო ადგილობრივი გამგეობიდან და ასევე ამ ქალბატონთან ერთად თითქმის დედოფლისწყაროს ყველა სოფელში ახლა მიმდინარეობს მათი შეშით სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა კატეგორიის ოჯახების სათბობის შეშით უზრუნველყოფის პროგრამა, სწორედ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. კიდევ ერთ სოციალურად დაუცველზე უნდა ვისაუბროთ, თუმცა ჩვენ და გასაკვირად ის მსოფლიო გინესის რეკორდსმენი გახლავთ. სოციალურად დაუცველი გინესის რეკორდსმენის ისტორიას მოვისმენთ, რომელმაც გინესის რეკორდი უკვე 5-ჯერ მოხსნა, თუმცა ფინანსური პრობლემების მოგვარებას კვლავაც ვერ ახერხებს. მისი ერთადერთი შემოსავლის საარსებო წყარო, საარსებო შემწეობაა, რომელსაც სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იღებს. ნახოთ რეპორტაჟი. სოფლიო რეკორდი დამყარდა საქართველოში. 4 გზის რეკორდსმენმა გოჩა კეკიშვილმა 2 წელზე აზიდვაში საუკეთესო შედეგები დააფიქსირა. პროცესი სოფლიო გინესების რეკორდების მაფიქსირებელი ფედერაციის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა. ქართველმა რეკორდსმენმა ინგლისელი სპორტსმენის შედეგი გააუმჯობესა, რომელიც 540 აზიდვის ავტორი იყო. ამჟამად ქართველი სპორტსმენის რეკორდი კი 30 წუთში 656 მოძრაობით განისაზღვრა. 6, 7, 8, შედეგს ათმობდა მომზადებული იყო გოჩა რაღაც გარკვეული ტრამები მას მიღებული სამსახურებრივი და ეს დროებით ფორმაში ჩადგა ასეცვია და გაჩვენა შედეგი. ყოველთვის ჩვენ მოხარულები ვიქნებით ისანა ადამიანების დასახმარებლად, რა თქმა უნდა ჯობია რომ ყველა ადამიანმა უფრო ჯანმრთელი, ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვროს, ვივარჯიშოთ, თუმცა რადგან ამ მასალში შეიძლება ესე იგი რეკორდის დამყარება, უფრო ახალგაზრდა ასაკში ბევრად უფრო ადვილი იქნება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ამიტომ მოხარულები ვართ ასეთი წარმატებული ადამიანისთვის და ყოველთვის ხელს შეუწყობთ ასეთ ორგანიზაციას. არ არის პირველი ამ რეკორდის დამყარების, ვემზადებოდი დაახლოებით წელიწადი. ეს იყო 30 თუთიანი 2 წელზე აზიდვა, რომელმაც დააკმაყოფილა გინესის რეკორდების მოთხოვნილება, ნორმატივი. ვემზადები 2007 წლიდან აბსოლუტურად მაქვს დამყარებული 4 რეკორდი, მსოფლიო გინესის რეკორდი, 2 ხელზე აზიდვაში, საათნახევრის განმავლობაში მაქვს 4775 მოძრაობა, რომელმაც დააკმაყოფილა გინესის რეკორდების ნორმატივი. ასევე მაქვს გაშუქა ასევე ეს ღონისძიება გინესის რეკორდების მაფიქსირებელმა კლუბმა და ფედერაციამ კლუბი რეკორდი, ფედერაცია კავკასიის რეკორდების მაფიქსირებელი ფედერაცია და ასევე
მაქვს 40 კილოგრამიანი გირის აზიდვა 1 საათის განმავლობაში, რაოდენობა 1075 მოძრაობა არის დაფიქსირებული გინეს რეკორდების წიგნში და ასე ვაგრძელებ ისევ შრომას ვარჯიშს. მომდევნო რეკორდი უკვე იქნება, მეექვსე რიგითი რეკორდი, 240 კილოგრამიანი გირის აზიდვა 1 საათის განმავლობაში 550 მოძრაობა მინიმალური შესრულებით. მზად ვარ, ვაგრძელებ ვარჯიშებს, იმედია გაითვალისწინებს საქართველოს ცოტა მდიდრული კომპანიები, იქნებ შემოგწირონ რამე დახმარება ღონისძიების დაფინანსებაში მაინც. 47 წლის გოჩა კეკიშვილი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროდანაა. 10 თვის წინ მან დედოფლისწყაროშიც მოხსნა რეკორდი. მან 1 საათის განმავლობაში 40 კილოგრამიანი გირი 1078 ჯერ აწია. მანამდე არსებული რეკორდი კი 850 აზიდვა იყო. 5 გზის მსოფლიო რეკორდსმენი დაუსაქმებელია და სოციალურად დაუცველთა დახმარებას იღებს. ფინანსური პრობლემების გამო ხშირად სათანადო სპორტულ მომზადებასაც ვერ ახერხებს. მარტის თვეში განხორციელდა დედოფლისწყაროში მეოთხე რიგითი გინესის რეკორდი, რომელიც არის გაგზავნილი გერმანიაში. გერმანია პასუხი მოგწერა უკვე, მუშაობენ. ალბათ დაახლოებით 4 თვეში იქნება, მინიმუმ 4 თვეში იქნება უკვე რეკორდების, გინესის რეკორდების წიგნში შესული. ასევე ინგლისმა შეტყობინება გამოგიგზავნა, მუშაობს წელიწადში დაახლოებით მსოფლიოში ტარდება 200,000 რეკორდი, ამას დრო ჭირდება რომ შევიდეთ გინესის რეკორდების წიგნში. ერთი სიტყვით აკმაყოფილებს ჩემი შესრულებული რეკორდი 40 კილოგრამიანი გირის აზიდვა 1 საათში 1075 მოძრაობით. ჩემი ვარჯიშები არის კატასტროფასთან ახლოს დგა ჩემი ვარჯიშები. არანაირი საკვებ დანამატი, არანაირი პირობები. ეს არ ვიცი, მე თვითონ ვერ ავხსნი ამ ჩემს სიტუაციას და შესაძლებლობებს, რომელსაც შემიძლია მინიმალური დახმარებით, ამას გულისხმობ მე 800-დან 1000 ლარამდე თვეში ჩემი მოძრაობის, ჩემი რეკორდების მომზადებისთვის მინიმალურ თანხას 800-დან 1000 ლარამდე. მე ვპირდები საზოგადოებას, საქართველოს, მსოფლიოს თვეში, თვენახევარში ერთ რეკორდს, მინიმუმ 10 რეკორდს დავამყარებ 1 წლის განმავლობაში. ისე დასაქმებული ხარ. საუბედურად უბედური შემთხვევა შემემთხვა 2014 წლის 17 მაისს მოტეხილი მქონდა ბარძაყის ძვალი, მქონდა მრავლებითი მოტეხილობა. ზუსტად 62 დღეს ვიწყებ ვარჯიშს. რა თქმა უნდა, მადლობა უფალს. ეს ისეთი შემთხვევა იყო, რომ სიკვდილის ცოცხლის გადავრჩი, გადამარჩინა უფალმა და ვაგრძელე ვარჯიშს და სამსახური ნამდვილად არ მაქვს. სადაც მუშაობდი, მქონდა ნაქირავები, ავტოსამრეცხაო, რაღაცა გაურკვეველ ვითარებაში გამათავისუფლეს, რომ ვადაზე ადრე გამიშვეს სამსახურიდან და ვარ უკვე წელიწად ნახევარია უმშევარი. ვარ სოციალურად დაუცველი გინესის რეკორდსმენი. ხას უსმევ ამ ტიტულებს. ვიღებ 52 ლარს დახმარებას, ეს არის საარსებო წყარო ჯერჯერობით თავრობისგან. მეტი არაფერი. ლიტერატურულმა თეატრმა დედოფლისწყაროს სოფელ კასრისწყალში მცხოვრები მოსახლეობისთვის და მეცხვარეებისთვის გოდერძი ჩოხელის ცხოვრების ამსახველი სპექტაკლი წარმოადგინა, რომელსაც ჩვენი გადამღები ჯგუფი ექსკლუზიურად ესწრებოდა და გთავაზობთ რეპორტაჟს სოფელ კასრისწყლიდან. ისე შემოურჩა სულში ბავშვობა, გაზარცულია იგული მტყები,
თოვლიან ფერდობს მიუყვება უკვე ბილიკი სამუშაო მაგიდაც კი არ გამაჩნია სადაც დაუჯდები და ჩემ სათქმელს ვიტყვი არ არიფიქროთ რომ წუწუნე როცა საქართველოს უჭირს რატომ უნდა ულხინდეს გოდერძი ჩოხელს მაგრამ მინდა საწერკალანი მინდა მაგიდა და ხურცელი სულ მცირე რამდა კარგი ღირსეული ქართველი რომელიც აიღებს ამ ჩემ ნაწერებს და წიგნად გამოსცემს 12 წელია წიგნი არ გამომიცია ფილმი არ გადამიღია ობლოვანას თამაშობს გოდერძი ჩოხელი წერს და ჭერსია წყობს ობლოვანას თამაშობ 12 წელიწადია მეოდები რომ გამოჩნდება ღირსეული ქართველი მაგრამ არა და არ გამოჩნდა ასეთი ქართველი მარტოდ რადმოტოვებ ბედო წუხდა გოდერძი პატრიარქის კურთხევით მისი საფლავი ცხეთაში სამთავროს მონასტრის ეზოში გაიჭრა როგორც უწმინდეს მაგრძანა გოდერძი ჩოხელი იყო ცრემლი ობოლი ცრემლი სევდის და სიხარულის რომელიც დაეცა დუღარეთ დაეცა ქართულ მიწას ახლა მცხეთაში სამთავროს მონასტრის ეზოში ინახება გოდერძი ჩოხელის წილის სევდა და სიხარული აქ მისი საფლავის ლოდებ ქვეშ თეთქავს დარდების შემგროვებელი კაცის გული და სანთლის ლიცლიცში სამთავროს ტაძრის ეზოში იკითხება მარადიული საკითხავი სულ დარდით რატომ კვდება ქართველი აჰა მომედით ცრემლები მცხეთა დღეს შესაფლავზე ტირის საუნთელი გულში აზეს და ნაფიქრის სევდა სულ დარდით რატომ კვდება ქართველი და როცა ძაღლში ქართველობის სისხლი იჩქეფებს საშველს არ მოგცემთ სამშობლოზე ფიქრი ოხელი აგერ ცხეთაში სამთავროში გელით გეძახით არაგველების ჯიშის კაცი დიდი ჩოხელი სიკვდილ სიცოცხლის და დარდების მესაიდუმლე მისლის ხეობის გუდამაყრის ამაყი მონა მისი სულივით თვალჟუჟუნა ლურჯი და ნაზი დევს მის საფლავზე გუდამაყრის იების ყონა და პირველ რიგში მინდა მე ამ სოფელს მე დავარქვევი მას სევდის სოფელს ისე როგორც გოდერძი ძაღლს არის სამშობლოს თავის ცხოვრებას სევდის სოფელია მაგრამ ამ სოფელში გმირები ცხოვრობენ ჩემოიზა ბუდიშვილი ძალიან ბებოვები აქამდე და ამათ მინდა ვიმართო ამ გმირებს სოფლისას რომლებიც თავის არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებენ აი ეს მოწყვეტილად და როგორ გითხრათ იცით იმ სიკეთეების უქონლად რომელიც ასე თუ ისე მრავალად არის საქართველოში დედალად გადაწყებული სხვა რაიონებში მე გაოგნებულმა გავიგე ჩემოიზა რომ ამ სკოლაში მხოლოდ 29 ბავშვი სწავლობს გაოგნებული ვარ აი ამ ახალგაზრდა გოგონათი რომლის სახელი და გვარი წავიცი სკოლის დირექტორი თქვენ ახლა გმირი თქვენი პედაგოგები თქვენი მოსწავლეები თქვენი მაცხოვრებლები თქვენი მეცხვარეებით რომლებიც მართლაც საქმეს აკეთებენ და მე მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე დავარქვათ დღევანდელ დღეს იმედის დღე ხვალინდელი დღის იმედის დღე და მინდა რომ იზაბე ფუაძის ნაირი მეგობრები ბატონი წანო ჯაფარის ნაირი მეგობრები ყველა ადამიანების მსგავსი მეგობრები რომლებიც დღეს თქვენთან არიან არ მოგლებოდეს თქვენ სოფელს თქვენს მაცხოვრებლებს თქვენ საქართველოს მე ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ
გაეკეთათ, რომ მე წარმოვადგენ 80 წლის ასაკში თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურულ სალონს, რომელსაც სამგლისოვი ქვია სახელად. აი ეს ბიბლიოთეკა, მთავარი ბიბლიოთეკა, თავისი ლიტერატურული სალონი არის მეგობარი და ჩრდილივით მდევარი იზაბელ კვატის შემოქმედებისა. უბრალოდ ამას ვიტყვი, რომ აი ეს სიკის შეიძლება იყოს ქართულად გამაიარების და ეს ხალხიც ძალიან ასე ვთქვათ, კლებულობს რაოდენობაში. იმიტომ რომ ამას არ აქვს არანაირი დაფასება, როცა ადამიანის 365 დღე არის გარეთ, სიცივეშიც, კარშიც, ოჯახს მოკლებული, ოჯახის სიტყვის მოკლებული. მნიშვნელოვანი დღე იყო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ კასრისწყალი სასაზღვრო სოფელია, ამიტომაც მოწყვეტილია ყველაფერს, ამიტომაც დღევანდელი ამ საღამოთი გამოაცოცხლეს ჩვენი სოფელი და ჩვენი სოფლის მოსახლეობა, ამიტომაც მინდა რომ ჩვენი სოფლის სახელი დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონისას ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიებისთვის, საღამოსთვის, რომელიც ჩვენ სოფელს აჩუქა და დიდ მადლობას კიდევ და კიდევ ამ კეთილშობილური საქმისთვის. სკოლაში ბიბლიოთეკა არსებობს, ამიტომაც წიგნები, რომელიც ჩვენ საჩუქრად გადმოგვეცა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენი სკოლის ბავშვები გაეცნობიან ამ წიგნებს და ამ წიგნების საშუალებით მოხდება მათი კიდევ განათლების დონის ამაღლებაც და ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ეს წიგნები გაიმეტა ჩვენთვის და ჩვენი სკოლისთვის და ჩვენი სოფლისთვის, ჩვენი სოფლის მაცხოვრებლებისთვის. რაც დრო გადის, ცოტა ტრადიციებს მომავალი თაობა ცოტა ტრადიციებს უხვევს და რაც ხშირად იქნება და ხშირი იქნება აი ესეთი საღამოები, ესეთი ლიტერატურული, მით უმეტეს როგორც იყო გოდერძი ჩოხელი და მისი ნაწარმოებები, რაც შეიძლება ხშირად უნდა მივიტანოთ ყველა დაინტერესებულ მოქალაქეზე, ეს მწყემსი იქნება, სოფლის მაცხოვრებელი იქნება თუ მთის მაცხოვრებელი იქნება. აუცილებლად ყველას, იმიტომ რომ ამ ბოლო წლებმა ძალიან დიდი დაღი დაასვა ლიტერატურულ შემოქმედების მხრივ მოსახლეობა ცოტა პასიურობს, ახალგაზრდობა მით უმეტეს და ძალიან კარგი იქნება ხშირი იყოს აი ესეთი საღამოები, ხშირი იყოს აი ესეთი სადღაც 10% არის მეცხვარეების ბინაზე მისული, დანარჩენი გაშლილები არიან სხვადასხვა ტერიტორიებზე, სადაც ალბათ ერთ თვეში მოუწევთ უკვე ყველას თავიანთ ბინებზე მისვლა და ბინავება, ამის შემდეგ უფრო უპრიანი იქნება ყველა ბინაზე, მეცხვარესთან ყველა ბინაზე ჩატარდეს აი ესეთი ღონისძიებები. საერთოდ ჩვენი თეატრის მისია, მიზანი არის, რომ ჩვენ მივიდეთ საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში, საქართველოს მთებში, ვიწვიოთ იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად აკლიათ ყურადღება, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდებათ, ვისთანაც არავინ არ მიდის. ასეთია სწორედ საზღვრისპირა რეგიონები და მე მგონი მწყემსებიც ის კატეგორია, სადაც მე მგონი იშვიათად მოდიან ხელოვნების მუშაკები, მომღერლები, მსახიობები. მე როცა აქ დავრეკე და ვიკითხე, მითხეს, რომ ბოლო 10 წლეულებია აქ საერთოდ არანაირი კულტურული ღონისძიება არ ჩატარებულა, რომელმაც კიდევ უფრო გააძლიერა ჩემი სურვილი იმის, რომ მოვსულიყავი და მოვფერებოდი ამ საოცრად მამაც და გმირ ადამიანებს, სრულიად უპრეტენზიოს, უთქმელს, მაგრამ დიდი საქმეების მაკეთებელ ადამიანებს. მოვედით მწყემსებთან დღეს, მე მგონი შევძელით გაგვეთფოგული, სპეციალურად შევარჩიეთ გოდერძი ჩოხელის საღამო, იმიტომ რომ მათ გულთან და სულთან დარწმუნებული ვარ, როგორც გოდერძი ჩოხელის ცხოვრება მივიდოდა, ისე ვერც ერთი ქართველის ცხოვრება ვერ აუთრთოლებდათ გულს და მე მგონი მივაღწიეთ შედეგს. დარბაზში იჯდნენ მწყემსები, ადამიანები, აქაური მოსახლეობა, პედაგოგები, რომლებიც სტიროდნენ გოდერძი ჩოხელის ცხოვრებას, სიყვარულის, სიხარულის და თან სევდის ცრემლით იხსენებდნენ გოდერძი ჩოხელს. ეთერშია თოქ-შოუ დედოფლის წყარო საათი, მე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ. ახლა კი ჩვენი დაპირებული ახალი რუბრიკა. ჩვენ რამდენიმე თვის წინ დაგპირდით, რომ ახალი სეზონიდან დავიწყებდით ახალ რუბრიკას, რომელიც საინტერესო დედოფლის წყაროულ ადამიანებთან შეგახვედრებთ, იმათთან, ვისაც კარგად იცნობთ და დიდი ხანი აღარ შეხვედრი ხართ თუ აღარ მოღვაწეობენ, ჩვენ მათი აზრითაც დავინტერესდებით. რუბრიკას კი დედოფლის წყაროელებისთვის კარგად ცნობილი ქალბატონი ნელი გობეჯიშვილი გაუძღვება, ასე რომ ნახოთ პირველი რეპორტაჟი.
საღამომშვიდობისად. ეთერშია ახალი რუბრიკა. დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი შალვა თეთვაძე. ის სპეციალობით აგრონომია, წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა პასუხისმგებელ თანამდებობაზე, წამყვან სპეციალისტად. მას დიდი გამოცდილება აქვს სოფლის მეურნეობაში და ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება მისი მოსმენა ჩვენი საზოგადოებისთვის. არც თქვენ გეტყობათ წლები, ისე მხნეთ გამოიყურებით. სოფლის მეურნეობაში და კერძოდ ჩვენ ზონაში, გარეკახეთის ზონაში უკანასკენ 20-30 და 40 წლის განმავლობაში ძალიან უარყოფითი პროცესი მიმდინარეობს თანამედროვე გათხოვების სისტემა გლობალიზაციის ხაზით. კერძოდ რას აგვგულისხმობთ, რომ აი მთელი ივლისიდან დაწყებული ალაზის ამ ორ მდინარეს შორის უკიდურეს აღმოსავლეთი ზონა მოექცა გადაიქცა გაუდაბნოების ზონად. კარგი ხანია რომ ჩვენ იქიდან ჯერ კიდევ ადრეული 20-30 წლის წინ წողებულოდით მოსავალს, მაგრამ ისეთ მოსავალს ვერ გობულობთ როგორც ადრე იყო. ესე იგი ნელ-ნელა ყოველწლიურად იცვლებოდა უკან მიდიოდა ეს მოსალიანობისა და ნიადაგის პროდუქტიულობის დონე. ეს ალბათ მარტო ჩვენთან არ არის ეს სოფლიოში მნიშვნელობის ისა მოვლენა ლოკალური პრობლემაა და მაგრამ ჩვენ როგორმე უნდა დავარწმუნოთ თავი ამას ალბათ როგორ უნდა დავარწმუნოთ თანამედროვე ტექნიკის აგროტექნიკის შეცვლით სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით კერძოდ იმ მეთოდების გამოყენებით რომლებსაც ჩვენნაირი ზონა ჰქონდათ აქ საზღვარგარეთ იქნებათ იქიდან უნდა გადმოვიღოთ ის მოწინავე პროგრესული ორიზები უნდა დავნერგოთ რომელიც ამას გამოასწორებს დაკვირვებები ხდებოდა მეტეოსადგურები ყველა რაიონში იყო გებულობდით მაინც როგორ მიმდინარეობდა ეხლა ძალიან ძნელია რომ ვინმეს დაავალო რომ ეს კვლევა და ძიება ჩაატაროს ეს უკვე დიდი ხნის ამბავია და ამისათვის ყველაზე უპრიანია რომ ჩვენ საზღვარგარეთის გამოცდილებები გადმოვიღოთ კერძოდ იმ ქვეყნებისა სადაც ესეთი პროცესები მიმდინარეობს უკვე მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა სხვანაირად არ შეიძლება სხვანაირად იქნება სოფლის მეურნეობისადმი მიდგომა ბრმად ესე იგი რა საკეთება არის ეხლა უკანასკენ რამდენიმე წელია რომ შემოაქვს თესლი ვიღაცა მოიტანს თესლს დათესავს კარგი თესლია კარგი ეგრე არ არის უნდა მაგას თავისებური ის უნდა გამოკვლევა უნდა ჯიშიანობის ვარგიშიანობის სავის თვისებები თესლას თვისებები ის უნდა გამოიკვლიო და მეორე კიდე იყო ჯიშთა გამოცდა სადაც ყველა ჯიში ისდებოდა რომელიც ჯიშის გაამართლებდა ამ ზონაში ისიც ესებოდა ეს ყველაფერი მოისპო და ამისათვის ძალიან ძნელია რომ ეხლა ძალიან მეცნიერულად უხელსგანო სოფლის მეურნეობაზე ამიტომ რომ მოსავლიანობა მცირდება აი გასულ წელს როგორი ცუდი შედეგი იყო რომ ასეთი შედეგი წლების განმავლობაში უკვე ეს მეორე თუ მესამედ განმოვიდა უკანასკენ 50 წელიწადში და მოსავალი ვერავებოთ და ხალხი სიმშილის ზღვარზე განსაკუთრებით ჩვენი რაიონის მოსახლეობა დაზარალდა და ციხნარის რაიონის რა თქმა უნდა ნაწილობრივ ჩვენ ძალიან უნიკალური საშუალებები ჰქონდა მელიორაციაზე უნდა გამომახვილოთ ყურადღება სხვანაირად არ შეიძლება უხსოვარი დროიდან წერია რომ შიაქი ირწყებოდა გათხრებით და იმით აღმოჩენილია თიხისა და იმის ჭურჭელი რომელიც მიასწავებდა რომ აქ რწყვის ის იყო მაგრამ ეხლა მაგის გაკეთება დიდ კაპიტალურ დაბადებასა და მიუღწეველად მიმაჩნია მე მაგალითად რომ როგორმე ალაზიდან ან ივრიდან წყალი ამოვიდეს შირაქში და მოიწყოს ეს ძალიან სანუკვარი ოცნება ალბათ მომავალი თაობა იზრუნებს მაგაზე მაგრამ ჩვენ ალბათ ამ პერიოდში ძნელი იქნება თუ შეიძლება ასეთ ვარიანტის განხილვა მე მაგალითად 2007 წელს შევიყავი ვაშინგტონის შტატში ვნახე მეურნეობა 900 მეტრზე თითქმის კილომეტრამდე მეტი იყო ჩასული ბურღები და ამ ბურღებით ირწყებოდა ვენახები თან წვეთოვანი მორწყვა დინარებიდან წყალს არ იღებდნენ იმიტომ რომ ეკოლოგიურ პრობლემებთან იქნებოდა დაკავშირებული და
ამდაბარი რამის გამოყენება თუ შეიძლება ამის კვლევების როგორ შეიძლება ძალიან კარგად შეიძლება ეხლა მეცნიერების წერენ მაგალითად ისრაელში 800 კილომეტრიდან მოხავთ წყალი და რწყავენ და წვეთოვანი ზუსტად წვეთოვანი წყლის შედეგად აუარებელ მოსავალს ღებულობენ იმდენს ღებულობენ თვითონ თავიანთ თავსაც საკმაყოფილებენ და იმპორტ საზოგადოებაც გააქვს პროდუქცია ჩვენთანაც თუ აი ამას იმიტომ ლაპარაკობ რომ ის გამოცდილება რომელიც საზოგადოებად არის და ჩვენაირი ზონის ქვეყნები არის და იმ ქვეყნებში ზონა არის ისეთი რომელიც ჩვენ მიესადაგება ნიადაგურ კლიმატური პირობებით თავრობის დონეზე უნდა გადაწყვეტილებო თავრობის დონეზე ჩვენ ან საზოგადოების რომელიმე სოფლიო ორგანიზაციის დახმარებით უნდა მოხდეს თორე აბა ჩვენი ეკონომიკა ჯერჯერობით ისე არ აყვავის რომ ეს ასეთ იმაზე დიდი ფული ჩადო აი გამოჩნდა ადამიანი გერმანელი მეცნიერი რომელმაც დანერგა აქვს აგროტექნიკური ნიადაგის ხორბლის მოყვარის ახალი ტექნოლოგია რომლის მიხედვითაც მიუხედავად გვალვა იყოს მცირე მოსავალი მინიმალური მოსავალი მაინც იქნება მიღებული აი მაგას ლაპარაკობ რომ უნდა ეს გამოცდილებები უნდა შევიზღიროთ ჩვენა გადმოვიღოთ იმიტომ რომ ჩვენი მეცნიერები და ჩვენი ისინი ვეღარ მუშაობენ აღარ არის ხსენი რომ იმუშაოს მეცნიერებმა და ეს ღონისძიება დანერგოს საქმე თქვენი პროფესიიდან გამომდინარე თქვენი ინტერესი არ გავიწყვეტიათ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით თვალყურს ადევნებთ ამ ყველაფერს და გასული წელი რომ გამოვრიცხოთ ჩავთვალოთ რომ ეს მართლა კატასტროფა იყო აი იმასთან შედარებით წინა წლებში და ბოლო წლებში რა განსხვავებას ხედავთ რა უპირატესობას რა შედადებითი რა შეუარყოფითი რა რჩევას მოგცემთ ნუ რა ხელსაყრელი და კატასტროფული წელი იყო ეგეთი წელი იყო 62-ში 63 წელშიც იყო რაც მაგრამ ისეთი არ იყო როგორც გასული წელი იყო ყველაზე თავას რა შევხედავ მე რომ რა შეცდომებს უშუალოდ ბევრ შეცდომები დავუშვით განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში როცა ეს მიწების პრივატიზაცია მოხდა აი მაშინ დაიშვა შეცდომა რომ დიდი ფართობები დანაწევრდა საქმე დაფუძნავს და მექანიზაციის დონე დაბალია ესე გამოყენების ის არის მე ყველას არ აქვს საშუალება ვისაც მცირე ფართობია დამუშავებისა არის თუ გაასხვისა თუ რაღაცა თვითონ ვეღარ ამუშავებს თუ ამუშავებს იმ ტექნოლოგიას რომელიც უნდა დაიცვას თავის დროზე რასნიშნავს თავის დროზე ვერ ახლავს საგაზაფხულოს მაგიერ საშემოდგომას და ასო პირიქით იზავს იმიტომ რომ საშუალება როცა აქ იმით აკეთებს იმას და ვერ აკეთებს მე ვფიქრობ რომ სოფლის მეურნეობა მაინც და მაინც აღმავლობის გზაზე ვერ მიდის ჯერჯერობით ვერ მიდის თუ განსაკუთრებული ღონისძიებები არ გატარდა ჩვენ რაიონისთვის განსაკუთრებით აი გასულ წელს გამოცდილებიდან უნდა პატარა დაინტერესება უნდა იყოს ამ ფერმერების ან მიწათმოქმედების მიწის ფლობელების მიმართ იმიტომ რომ უნდა დაინტერესო სუბსიდიები უნდა იყოს ისე როგორც უზენშია ისე როგორც სხვა ციტრუსებზე არის რატომ შეიძლება რომ ხორბალზეც იყოს სუბსიდია და 5-10 კაპეკი 5 კაპეკიც იყოს სუბსიდია რაღაცა გარკვეული თანხა დაინტერესება მეტი იქნება ჩვენ აი წყალდიდობა არის თუ ქარიშხალია თუ რაღაც არის ყველგან არის დახმარების ამ დაზღვევის მეთოდები და მზეზე დაზღვევაც არ უსწრდება დაზღვევაც არ არის ეხლა იმის საშუალებაც არ აქვს რომ შეიძლება ფერმერებმა თვითონ ცალ-ცალკე და სოფლის ფონდს დაზღვევა არ არის ამას თავობა მაგალითად 2000 წელს ეხლა არ მოხდებოდა გასულ წელს იმიტომ რომ დაზღვევის მუხლებში არაა გათვალისწინებული დაუშვათ გვალვა არ არის გვალვა იმიტომ რომ ეს გვალვა ხშირია და რისკი თვითონ ის დამზღვევი ორგანიზაცია ვერ რისკავს რომ დაეცო იმიტომ რომ დიდ თანხებს მოიცავს და შეიძლება ზარალში წავიდეს დაზღვევის ორგანიზაცია ზარალში არ წავიდეს იმისათვის მოგებაზე არის სულ ყველა და ბიზნესი ეგეც სიჯარებთან დაკავშირებით ნუ ინჟინერთან დაკავშირებით ჩვენ რაიონში ჩემი აზრით ბევრი მიწები არის რომელიც აი დიდი ფერმერები ვარიან ფერმერი ისინი იხდიან გადასახადს დანარჩენები 1 გექტარი 2 გექტარი წლების განმავლობაში არ არის უნდა მოხდეს ამის ინვენტარიზაცია უნდა მოხდეს ვის აქვს როგორ აქვს და კარგი აღრიცხვა უნდა იყოს აი ახლა არ ვიცი ახლა მე სტატისტიკა არ ვიცი მე მგონი რომ ძალიან მცირე შემოსავალია რაც ვიცი აი 44000 სახნავი მიწა ქონდა ჩვენ 20 წლებში
ეხლა ალბათ 1.30-ға იქნება ალბათ ყველა. აქედან რამდენი შემოსავალი აქვს სახელმწიფოს არ აჩვენს, არ ვიცი. იმიტომ რომ ვიცი რომ მცირე ფართობიანები ვერ იხდიან. ვერ სიხდიან, არ სიხდიან. ანა ივლისიდან და ალაზიდან წყალსაკაჩები ქონდა 22 კილომეტრზე. საიდანაც ამოქონდა წყალი, წყალსაცავებში გროვდებოდა და იწოვოდა. ვენახების იწოვოდა და ვენახების მიმდებარე ტერიტორიებში ეს ხო გაუხდა. კი. იქ აღარც ვენახები არა საწყავები იყო. ავიღო ზილიჩა, ავიღო ტალიბანა, თვითონ ალზაზეც ძალიან მცირე ფართობები დარჩა. ეს ხო დაიკარგა. უნიკალური საშუალება არც ერთ რაიონში არ შეიძლება ყოფილიყო, რომ დალის წყარო არ შენდა. დალის თვალსაჩინო ასეთი 1500 ჰექტარი უნდა დაიკავოს სამიმან წყლის ზედაპირი. ჩვენაც დალის თვალო ავაშენეთ, წყალი დავაგროვეთ, დისის დავაგროვეთ ჩვენ წყალი. იმისაც რომ იმის ქომოდა ფართობი მივლის ზონა მორწყული, ეგრე არის, მოსაწყობს. ეხლა ვსყავთ იმას, ვერ არხავ. ჩვენ დაურეგულირებთ აზერბაიჯანს. რამდენიც უნდა იმდენ გავუშვათ და ისინი წყავენ და მოხდ მუშაობენ. მაგ დალისთვის ქვემოთ ფართობები არაფერი არ იწვება. იყო გარკვეული გაუდებების ფართობები გასარწყავიან და ესე იგი სისტემა ჩაიდო მილები და ყველა მოწყობილება, მაგრამ ისიც განიადო. როგორ შეიძლება კაც ბრმა უნდა იყოს ადამიანი და ოც უნდა იყოს რომ ვერ გაეგო და ვერ დაინახო ის სიკეთე, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის დარგით გაატარა ღონისძიებები. კერძოდ ადრე სასაცილოდ არ აყოფდა რომ 20 ლიტრა სალიარკას იძებდნენ და 1 ტომარა სასუქს და იმას ის უნდა ყოფილდა როცა რომ 20 მიაშეძეც არ იყოფოდა ის უნდა ყოფილდა 10 და 20 გექტარზე თუ კიდე 1 გექტარზე. იქ არაფერი არ ფაქტიურად ეს იყო ადამიანის და გლეხის მახსათაგდება, მე ასე ვფიქრობ, რა ეგრე იყო. ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ძალიან კარგი ღონისძიებები გატარდა. რამდენი სასუქო განსაკუთრებით მცირემიწიანებისთვის ძალიან კარგი შეღავათი იყო და მე მგონი რომ ეს შეღავათები მაშინ დაისახა რომ 3 წელიწადი უნდა შაშანწი რომ დაიწყო. შაშან არ აუშვა კიდე ცოტა ნაკლები იყო. წელს მე-3 წელიწადს კიდე უნდა იყოს და ეს უნდა გაგრძელდეს მე მგონი. არანაკლებ 5 წელიწადი მაინც უნდა იყოს რომ ადამიანი და საერთოდ მიწად მოსარგებლე ცოტა მოღონიერდეს რომ ერთ წელიწადს რომ ისემ ან მეორე წელიწადს ეს არაფერი არ არის. მალე სოფლის მეურნეობა ძალიან შრომატევადი სამუშაოა და ბევრი დანახარჯებია, ბევრი. ჩვენი რაიონი კიდე ისეთია რომ ვერა სხვა რაიონთან შედარებით ვერი მარტო აი მისვლა მოსვლა დაგტანჯავს და ტრანსპორტის გადაადგილება თვითონ ადამიანების მისვლა და მოსვლა 20-30 კილომეტრზე არის ჩვენი სახნავსათ ეს პარტოვი და ამათთან ხომ უნდა მიყვიდე და მოყვიდე. აი ახალ ტექნიკებთან დაკავშირებით რა სიტყვით? ახალ ტექნიკა, მიწათ ახალ ტექნიკა და უაღრესად სასიამოვნო და კარგი ტექნიკა გამოვიდა, რომელიც მე სულ იმას ვაუბრობ ჩვენ იმ პერიოდში როცა ჩვენ უშუალოდ ეს ტექნიკა რო ქონდა, ეს ხელშეწყობა რო ქონდა, ალბათ მოსალენობაც მაგარი იქნებოდა. მაგრამ ძლიერი ეს ტექნიკა კერძო კაცი ვერ ყიდულობს. ცენტრები აშენდა სასიამოვნო ძალიან, მაგრამ იმის გამო რომ მაღალი ფასებია. ჰექტარი თითოეულ გექტარზე დამუშავა ჟილია. მაინც მაღალი ფასია და ყველას არ აქვს უნაირო საშუალება რომ გამოიყენოს ეს ტექნიკა. თორე საუკეთესო საშუალება ესეთი საუკეთესო ტექნიკა ნიადაგის ზედაპირული დამუშავების განსაკუთრებით და გერბიციდების შესატანი, სასუქების შესატანი, ყველა ღონისძიების გასაკეთებლად არის სწრაფი მოხმარებისა და მაღალი წარმოდების ტექნიკა არის და საშუალებია და საიმედოა. თქვენი შეხედულებით ნუ პიროვნება ხართ რომელმაც ხელისუფლებები კი არა წყობები გამოიცვალა თქვენ თვალწინ და მაინც სოფლის მეურნეობის მუშაკი ხართ. დღევანდელი ხელისუფლება სწორ კურსს ატარებს თუ არა და რა მოლოდინები გაქვთ კიდევ ხელისუფლებისაგან? სწორ კურსს ატარებს, რომ ძალიან დიდი მზაობა არის თვითონ ხელისუფლებისა, რომ ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობას. ხელი რომ შეუწყოს ეს მარტო ლაპარაკი არ უნდა პრაქტიკულად უნდა ნაბიჯები გადაიდგას. როგორც ავთქვი ის დახმარებები რომელიც ეს ხელისუფლება მოსვლის პერიოდში დაიწყო, ეს უნდა გაგრძელდეს
2 წელი და 3 წელი არანაკლებ 5 წელი მაინც უნდა იყოს და ცოტა უნდა გაიზარდოს კი. აუცილებლად უნდა შეიქმნას კოოპერატივები და ეს წვილი ფართობები ვისაც აქვს 25 მიასედან 1 ჰექტარამდე ესენი როგორ უნდა გაერთიანდეს იქა და ამ ხალხს ვინც ვერ ამუშავებს და ფართობები ერიცხება ამათ უნდა დაუმუშაო ამ კოოპერატივმა ესე უნდა ჩაევლენ ამ საქმეში და მოსავლენობას გაიზრდება და თვითონ იმ ოჯახის კეთილდღეობას გაუმჯობესდება. მესამე უნდა ვიფიქროთ ჩვენ უნდა აღვადგინოთ სარწყავი სისტემები რაც იყო ძველი სარწყავი სისტემები ისე უნდა ამოვიყვანოთ ჩვენ ირვიდან და ალაზინიდან. მართალია დიდი წლები უნდა ვისწავლოთ ეს ბოლომდე მივიყვანოთ. უსვათ შეიძლება არ გაკეთდეს, მაგრამ ჯერ აი ეს წყალსაცავებიც ცარიელია, არ არის წყალსაცავში ამოვიყვანოთ წყალი და უნდა მოვწყათ. სხვანაირად არ შეიძლება. ჩვენ გვალვიან ზონა ვარ, უფრო უარესდება ეს მდგომარეობა გაუდაბრუნების და ჩვენ უნდა დაუპირისპირდოთ ამას ისა. აი ხელისუფლება მეგარ. მე როგორც თქვი, სუბსიდიები უნდა იყოს, სუბსიდია უნდა იყოს მარშალზე. სუბსიდია უნდა იყოს ზესუმზირის მოყვანაზე. არ შეიძლება ყურძენზე იყოს, ციტრუსზე იყოს და ხორბალზეც გაუშვან ისე დავაინტერესოთ ეს ხალხი და უფრო მეტი შემოსავალი იქნება. ეს სახელმწიფოსაც არგებს და კერძო ფლობელობასაც არგებს. ძალიან ცუდი შემოვიდა კანონი, რომელიც რომ არ არის დიფერენცირებული გადასახადი მიწების ხარისხიანობის და მიხედვით. იმიტომ რომ არ შეიძლება გადასახადი იყოს ერთ ზონაში, შირაქის ზონაში სხვადასხვანაირი მიწებია, მაგრამ ხო შეიძლება რომ შირაქში და ტალიბანაში ერთნაირად იყოს, ან შირაქში და ზილჩაში ერთნაირად იყოს. ესე იგი, დიფერენცირება უნდა იყოს აუცილებელი გადასახადით და მაღალია გადასახადი. 87 არის ძალიან დიდია გადასახადი. ხო, აი უნდა ვთქვი, უნდა გადაიხადოს აუცილებელი, კაცო. როგორ შეიძლება ეკონომისტები უნდა დაასდნენ ადგილობრივი ხელმძღვანელობა, ადგილობრივი სპეციალისტები. მაგრამ არის კატეგორია, რომელიც წინააღმდეგია უცხოელებზე მიწის გარცემის შესახებ. აი ამით სულს ვაკეთებთ, კარგს ვაკეთებთ, მაინტერესებს თქვენი, მე კი ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს. ალბათონელი, ქართული კაცი უთქვია რომ ქართველებს დასაკარგი შვილი არ აყვავს. უსი არის მიწა უცხოელებს არ უნდა გაიცეს. თუ მაინც ვერ ვამუშავებთ, თუ მაინც გვიჭირს და უცხოელებმა დავიხმაროთ, იჯარით მივცეთ, დავაწესოთ კონტროლი, ის გადაიხდეს კიდეც გარკვეული წლებით. ნუ ეს წელი მე ვერ ვიცი 59 წელი რა არის, მაგრამ შეიძლება 20 წლით მივცეთ, 30 წლით მივცეთ, 10 წლით მივცეთ, მაგრამ ვიცა დაუმუშავებელი არ დარჩეს. მე წინამდე არა ვარ, თუ ეს შენ ვერ ამუშავებ და 100 უცხოელს აძლევ, ასე შეიძლება. ეგრე არის? თუ შენ ამუშავებ და საშუალება გააქვს, შენ ხალხს უნდა მისცე პირველ რიგში. უნდა იყოს კანონს უნდა ჩაიწეროს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი თებერვლიდან დაიწყება. პროექტ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ანხორციელებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით სამთავრობო პროგრამა მიზნად ისახავს მცირემიწიანი ფერმერების საქმიანობის სტიმულირების გაძლიერებას, მათი მდგრად და განვითარებად ფერმერულ მეურნეობად ჩამოყალიბებას. ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ 25 მიასედან ჰექტარ და 25 მიასედამდე ჩათვლით მიწები, მიიღებენ მხოლოდ სახნავ-ბარათს 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით. ფერმერები, რომლებიც საკუთრებაში აქვთ 25 მიასედიდან მიწის ფარდობები, წელს ისარგებლებენ 50 ლარიანი აგრობარათებით. ხოლო ბენეფიციარები, რომელსაც აქვთ 0.25 მიასედიდან 1.25 მიასედამდე ჩათვლით მიწის ფართობები და იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის, მიიღებენ 1 ჰექტარზე 140 ლარის ოდენობით სასოფლო-სამეურნეო საქონელს. ნიადაგის ხვნის სამუშაოებს შპს მექანიზატორი და კონტრაქტორი კომპანიები განახორციელებენ.
და ვიდრე დაგემშვიდობებით გეტყვით, რომ მთავრობა გეგმავს სიტყვის საწინააღმდეგო რადარების დამონტაჟებას იმავე ადგილებში, რომელებშიც ის მანამდე იყო, სავარაუდოდ დედოფლის წყაროშიც იმავე ადგილზე აშენდება, სადაც ძველად ფუნქციონირებდა და სიტყვის საწინააღმდეგო სისტემის შესაქმნელად ხელისუფლება 20 მილიონ ლარს დახარჯავს. კიდევ ერთ ინფორმაციას გეტყვით, რომ დედოფლის წყაროს ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპარქიის მრევლი ზესტაფონში იმყოფებოდა, როგორც ცნობილია, გასულ გადაცემებში ჩვენ უკვე ვიუწყებოდით, რომ ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე გადაიყვანეს მარგვეთის და უბისის ეპარქიაში ზესტაფონში, ხოლო მეუფე დიმიტრი ზესტაფონიდან გადმოიყვანეს დედოფლის წყაროში. ამდენად დედოფლის წყაროელმა მრევლმა დღეს მეუფე მელქისედეკი მოინახულა ზესტაფონში და ისინი იქ იმყოფებოდნენ და ბოლოს გეტყვით, რომ ასეთი იყო დედოფლის წყაროს საათი. მე ილია მარტყოფლიშვილი ვარ, ერთი კვირით დაგემშვიდობებით და ჩვენ ერთმანეთს შეხვდებით კვირას 17 საათს და 30 წუთზე სავარაუდოდ უკვე ახალი სტუდიიდან. დიდი მადლობა, რომ გვიყურებს და ენდობის ობიექტივს.